რაოდენობრივი მახასიათებლები ზოგჯერ არ შეესაბამება მოქმედი პირის ნიშნულობას დრამაში. ანუ მოქმედი პირი შეიძლება იშვიათად გამოდიოდეს სცენაზე, ცოტას ლაპარაკობდეს, მაგრამ ძალზე არსებითი როლი განეკუთვნებოდეს მას მოქმედების განვითარებაში. მოქმედ პირთა თავისებურებები გამოიკვეთება თვისებრივი ოპოზიციების საფუძველზე, მაგალითად სქესი მამრობითი, მდედრობითი, თაობა ახალგაზრდა ან ასაკოვანი ხანდაზმული, სოციალური მდგომარეობა ელიტარული ან მდაბიო, წარმომავლობა ქალაქელი, პროვინციელი და სხვა, გონებრივი შესაძლებლობები, განათლებული, გაუნათლებელი, გამჭრიახი, ბრიყვი და სხვა, გარეგნობა, ელეგანტური და უსუფთავო, თქვათ, ფეთხუმი და სხვა, ქცევა ბუნებრივი და სადა ან არაბუნებრივი ხელოვნური ქცევით შეიძლება ხასიათდებოდეს პერსონაჟი და ზნეობა, ზნეობრივი ან ამორალური, უზნეო შეიძლება იყოს პერსონაჟი. დრამაში შეინიშნება მოქმედ პირთა სხვადასხვაგვარი კონსტელაცია და კონფიგურაცია. მოქმედ პირთა კონსტელაცია არის დრამატული ნაწარმოების ყველა მოქმედ პირს შორის ურთიერთქმედებათა ერთიანი სტრუქტურა. მოქმედ პირთა შორის ურთიერთმიმართება შეიძლება იყოს დადებითი, უარყოფითი ან ნეიტრალური. რაც უფრო ნაკლებია მოქმედ პირთა მრავალფეროვნება და რაოდენობა, მით მაღალია კონფლიქტური სიტუაციის ჩამოყალიბების შესაძლებლობა. კონფიგურაცია ეწოდება პერსონალის იმ განაწილებას, იმ ნაწილს, რომელიც სცენაზე იმყოფება მოქმედების განვითარების ერთი კონკრეტული საფეხურის ფარგლებში. კონფიგურაციის ცვლა განსხვავებულ სცენებს შორის ხორციელდება. კონფიგურაციის მოცულობა სცენაზე მყოფ მოქმედ პირთა რაოდენობით განისაზღვრება. სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს კონფიგურაციის ხანგრძლივობაც. კონფიგურაციების საფუძველზე შესაძლებელია მოქმედ პირთა ხასიათისა და მათ შორის ურთიერთმიმართებების დადგენაც. ამის მიხედვით შეიძლება დავადგინოთ მოქმედ პირთა შორის არსებული სასცენო დისტანცია ან სიახლოვე. ასევე შეიძლება გავარკვიოთ, რომელი მოქმედი პირებია მთავარი და რომელი მეორე ხარისხი.